თეოლოგი ბექა მინდიაშვილია ჩვენთან ერთად. ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ბატონო ბექა დილამშვიდობის. დილამშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. და მსმენელს ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით რომ ბატონი ბექა კიევში ბრძანდებოდა, ესწრებოდა მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრებას 1000 წლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი წირვაო წერდით. დიახ. და განვმარტოთ ახლა ეს შეფასება. ალბათ ემოციაც იყო ამაში, იქ ბრძანდებოდით. და ძალიან ძვირფასია ხა თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის, იმიტომ რომ ბევრი არ იყო, ვინც შეიძლება რომ გაგვიზიაროს გულისხმობ საქართველოსთან. და გაგვიზიაროს ერთი შთაბეჭდილება, მეორე ის თუ თვითონ უკრაინაში, თვითონ კიევში რა ხდება, რა იგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი, როგორ აღიქმება თვითონ იქ. ცოტა ჩვენ სხვა რაკურსით ვუყურებთ ამ ამბებს საქართველოში. ულოცავ ყველა ქრისტიანს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, უკრაინის ავტოკეფალიას. უნდა ითქვას, რომ რატო დავწერე 1000 წლეულის წირვა თქო. მე ვფიქრობ, რომ აი რეფორმაციის შემდეგ საქრისტიანოში, ქრისტიანულ სამყაროში ასეთი მნიშვნელობის მოვლენა აღარ მომხდარა. და რას გულისხმობ ახლა, რა შინაარს მოვიაზრებ. როცა ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტიანულ სამყაროში, როგორც პოლიტიკური, ასევე გეოპოლიტიკური, ცივილიზაციური და პირველ ყოვლისა რელიგიური თვალსაზრისით. აღმოსავლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც იმპერიული პოლიტიკური იარაღი ქვეყნებზე გავლენის მოხდენისა. იქნებოდა ეს ბიზანტიის იმპერია თავიდან, ხოლო შემდეგ ასე ვთქვათ მემკვიდრეობად მიიღო. ან უпроსტորად მემკვიდრეობად აღიქვა რუსეთის იმპერიამ მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლობა ატარებდა ამ თვალსაზრისით ერთი მხრივ იმპერიალისტურ ხასიათს, მეორე მხრივ უფრო ნაციონალისტურ ხასიათსაც, რამდენადაც თვითონ ავტოკეფალიის გაგება მე-16 საუკუნიდან მიება დამოუკიდებელი ერების ჩამოყალიბების პრინციპს. იქნება ეს ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, საბერძნეთი, ელადის ეკლესია თუ სხვა, ხო? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე პრობლემატური მაინც მართლმადიდებლურ სამყაროში იყო ის, რომ რუსეთის იმპერია მართლმადიდებლობაზე, ოღონდ არა როგორც რელიგიაზე, არამედ როგორც პოლიტიკურ საყრდენზე, პოლიტიკურ შემდეგ უკვე იდეოლოგიაზე, ეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება ფაქტობრივად ერთგვარ ფუნდამენტალისტურ, რეაქციონისტულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიად რუსეთში, ვესტერნიზაციაზე პასუხად. მართლმადიდებლობას აღიქვავს როგორც აი იმპერიალისტური კონცეფციის, რომელიც გულისხმობს აი მესამე რომად ყოფნას, საფუძველს და ამავდროულად უკვე თანამედროვე რუსული იმპერიალისტური პროექტი რუსკი მირ, რასაც ეწოდება, სწორედ მართლმადიდებლობასთან არის დაკავშირებული. რუსეთი მოიაზრებს საკუთარ გეოპოლიტიკურ და ცივილიზაციურ საზღვრებს სწორედ იქ, სადაც გადის მართლმადიდებლობის საზღვრები, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ცნობილი და ყადაღებული ჰანტინგტონის თეორია, რომელიც ამბობს, რომ აი მართლმადიდებლობა სხვა სამყაროა და კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი არის დასავლური სამყაროს ნაწილი, მაგრამ მართლმადიდებლობა არ არის დასავლური სამყაროს ნაწილი და მათ შორის შეიძლება იყოს კონფლიქტი. სწორედ ამას გულისხმობდა, რომ მართლმადიდებლობა ამ თვალსაზრისით არის ანტიმოდერნისტული, ანტილიბერალური, ანტიდემოკრატიული, წინააღმდეგი ადამიანის უფლებების ინდივიდუალისტური კონცეფციისა და ყველაფერი ეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, მაგალითად რუსეთის სოციალურ კონცეფციაში, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ კოლექტივისტური უფლებები, კულტურული უფლებები მნიშვნელოვანია, ერის უფლებები მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებები, მუდმივი ინტენცია მიმართება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა აღდგეს მონარქიები, უნდა დაუპირისპირდეთ დასავლურ მოდერნიზმს, აღვირახსნილობას, პირობითად რომ ვთქვათ, აი თავისუფლების დასავლურ გაგებას, სწორედ მართლმადიდებლობით ხოვდა. ეს დაპირისპირების ველი არის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური და არა რელიგიური შინაარსის მატარებელი. და ეს მოვლენა, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭება, ის ცერემონია, რასაც თქვენ ესწრებოდით, რით ესე ვთქვათ, გასაგებია, მაგრამ აი რომ დავასრულოთ ეს ნაწილი, როგორ არის ამოვარდნელი იქიდან, რასაც თქვენ ახლა აღწერთ. რუსეთისთვის უკრაინული მართლმადიდებლობა იყო მისი
მოიაზრებოდა მის ნაწილად, ასე ვთქვათ, განუშორებელ, განუყრელ ნაწილად და ამავდროულად რუსეთი იყენებდა მართლმადიდებლობას უკრაინაზე პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ისევ როგორც საქართველოში ცდილობს გამოიყენოს მართლმადიდებლობა. ბრძანებთ იყენებდაო. ხო, იყენებდა იმიტომ რომ ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა სწორედ ავტოკეფალური ეკლესიების ოჯახში უკრაინული ავტოკეფალიის დაბრუნებას. უკრაინას თვითნებურად აქამდე ქონდა ისევ როგორც საქართველოს 1918 წელს გამოცხადებული ავტოკეფალია, არსებობდა ერთი ავტოკეფალური ეკლესია და არსებობდა კიევის საპატრიარქო, რომელიც ასევე ავტოკეფალურად მიიჩნევდა თავს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პატრიარქი ფილარეტი, მაგრამ ის არ იყო არც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ აღიარებული და უპირველეს ყოვლისა ავტოკეფალია უნდა აღიაროს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ როგორც პირველმა თანასწორთა შორის და მას ეს პრივილეგია აქვს სწორედ და ეს პრივილეგია არის გარანტირებული ნომოკანონით, ანუ საეკლესიო კანონმდებლობის ჯულის კანონით და ამ პრივილეგიაზე თანხმდება ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ფორმალურად, მათ შორის რუსეთიც, მაგრამ რუსეთი ცდილობს დაუპირისპირდეს კონსტანტინოპოლის აი ამ პრივილეგიას იმით, რომ ის ამბობს, რომ მე ვარ დღეს ბიზანტია, მე ვარ დღეს, ასე ვთქვათ, ახალი რომის იმპერია და პირველობის სადავეები უნდა ხელთ მეპყრას მე. და ამიტომაც ის ეწინააღმდეგება ამ პრივილეგიას არა პირდაპირ, ასე ვთქვათ, ღიად და არ სვავს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტანტინოპოლს აქვს მართლაც ეს პრივილეგია, არამედ ეწინააღმდეგება იმით, რომ თვითნებურად ანიჭებს ავტოკეფალეს, მაგრამ ისეთ ეკლესიას, როგორც არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში უფრო სწორედ, რომელიც ავტოკეფალურად გამოაცხადა რუსეთმა, რომელიც არ არის აღიარებული უკრაინის მიერ. ხოლო ავტოკეფალიის აღიარებას სჭირდება ის, რომ ერთ სახელმწიფოში, ერთ-ერთში, ეს არის მე-15 საუკუნის შემდგომი, ასე ვთქვათ, ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში, უმრავლესობაში იყოს, დიდ უმრავლესობაში მართლმადიდებელი არის. ამერიკაში უმრავლესობაში არ არის მოგეხსენებათ მართლმადიდებლობა, პირიქით ღრმა უმცირესობაშია. პოლონეთში, რომელსაც ასევე რუსეთმა მიანიჭა რუსეთმა დაიწყო, ასე ვთქვათ, ავტოკეფალიის პროცესი პოლონეთში, ასევე ღრმა უმცირესობაშია მართლმადიდებელი ეკლესია და ასევე ჩეხეთში ღრმა უმცირესობაში მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ყველა რუსული გავლენის და რუსული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ინტერესების შედეგად აღმოცენებული ავტოკეფალიები. და ამიტომ სრულიად არალოგიკურია, როცა ეს ეწინააღმდეგება უკრაინის ავტოკეფალიას. ის რასაც ბატონებია თქვენ ახწერთ, რატომ ჩქარობ, რომ არ დაგვრჩა იმდენი დრო, რომ რასაც თქვენ ახწერთ, ესე ვთქვათ, ეკლესიის სივრცეში თუ სისტემაში რუსეთის მოქმედებას, როგორ ერთ-ერთზე გავს მის მოქმედებას ყველა სივრცეში და ყველა განზომილებაში საერთაშორისო ურთიერთობები იქნება. არ გვაქვს ყველანაირ პრინციპს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო. ხო, დარღვევის პრინციპიც ერთი აქვს, ხო. მიტროპოლიტმა ეპიფანემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია, ვინაიდან ეკლესია ღრმად არის ფესვგამჯდარი მორწმუნე უკრაინელების სულებშიო. მის რასაც თქვენ ბრძანებთ, პოზიცია, ასე ვთქვათ, შეიძლება ერთი იყოს. ეპიფანეს აქვს სერიოზული გამოწვევები დღეს, ხომ? ეს არ არის, ვთქვათ, რომ რაღაც მოხდა და გადაიჭრა საკითხი, ხო? ძალიან დიდი სამუშაო არის მას შემდეგ. მსმენელიც გველოდება. ძალიან დიდი სამუშაოა გასატარებელი მას შემდეგ, რაც მიიღო დაუბრუნდა, მე ესე ვამბობ, არა მიიღო და დაიბადა ახალი ეკლესია, არამედ დაუბრუნდა ეკლესიას ავტოკეფალია და დაუბრუნდა ეკლესიას თვითმმართველობა, იმიტომ რომ თუნდაც მორალური თვალსაზრისით და ეს არის უმთავრესი პრინციპი ეკლესიების ავტონომიისა და დამოუკიდებლობისა, შეუძლებელია მტერი სახელმწიფო, მტერი იდეოლოგიური ინსტრუმენტით, მტრის იდეოლოგიური ინსტრუმენტით, ამ შემთხვევაში უგულისხმობ რუსეთის საპატრიარქოს, რომელიც გამოშიგნულია მთლიანად ქრისტიანული შინაარსისგან, მხოლოდ სახელმწიფოს ინსტრუმენტის, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს და ამას თავადაც აღიარებენ სასულიერო პირები, მაგალითად იგივე ილარიონ ალფეევი, ცნობილი, ასე ვთქვათ, ილარიონ ალფეევი ჩვენთვის ვიკილიკსის გამოქვეყნებულ მასალაში ამერიკის ელჩთან ამბობს, რომ ის ემსახურება და მთელი რუსული ეკლესია ემსახურება რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკურ ინტერესებს და სხვა ფუნქცია მას არ გააჩნია ამ ეტაპზე. აი ესეთ ფრაზას ამბობს რამდენიმე წლის წინ. ამიტომ ყველაზე დიდი სამუშაო ამ თვალსაზრისით არის სწორედ პოლიტიკურ ველზე, ჩასატარებელი და არა რელიგიურ ველზე, თუმცა ბოლო პერიოდში
ჩვენი იქ ყოფნისას 200-მდე სამრევლო გადმოვიდა პარაფიას უწოდებენ ბერძნულად სამრევლო გადმოვიდა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში რუსეთის კიევის მოსკოვის მოსკოვის ეგზარხატი ძირითადად არის დაკომპლექტებული, ასე ვთქვათ, უკრაინელი სასულიერო პირებისა და უკრაინელი მრევლის მიერ და ისინი ნელ-ნელა გადმოვლენ. ორი ეპისკოპოსი უკვე შემოუერთდა, ელიან 20 ეპისკოპოსის გადმოსვლას და ეს არის გარდაუვალი პროცესი და ასევე რუსეთის წინააღმდეგობას, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობას ისეთ მოვლენასთან, რომელსაც მხარს უმაგლებს ესეთი ღრმა რელიგიური ტრადიცია, რომელიც უკვე აღიარებულია პირველ ეკლესიის მიერ, არანაირი შანსი არ აქვს საბოლოო ჯამში გაუწიოს წინააღმდეგობა უკრაინის ავტოკეფალიას. თავად დარწმუნებული ვარ, ოდესმე რუსეთიც აღიარებს, არათუ საქართველოს რუსეთიც აღიარებს, თუმცა ხუმრობით ამბობენ, რომ საქართველოს ბოლო იქნება, რომელიც აღიარებს, რუსეთის შემდეგ აღიარებს საქართველოს. ეს სხვა პრობლემაა კიდევ. ხო და კიდევ ერთი რამე, რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მოვლენა, ისე თქმა მინდა. არა მარტო რუსეთის იმპერიული საყრდენი მოყანყალდა ამ თვალსაზრისით, აი მესამე რომის კონცეფცია და რუსკი მირის კონცეფცია მოყანყალდა ამ თვალსაზრისით, არამედ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კონფლიქტზე ნამდვილ ქრისტიანობას, რელიგიურ ქრისტიანობას და პოლიტიკურ მართლმადიდებლობას შორის, რელიგიურ მართლმადიდებლობასა და პოლიტიკურ მართლმადიდებლობას შორის. კონსტანტინოპოლი ეს ხო არ არის მარტო უკრაინულ რუსული კონფლიქტი ამ შემთხვევაში, ეს არის კონფლიქტი კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის. კონსტანტინოპოლი ოდესღაც იყო იმპერიის დედაქალაქი, ისიც ამ პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა, მაგრამ ეხლა მთლიანად არის დაცული პოლიტიკური შინაარსისაგან და მისი უმთავრესი ამოცანა და ფუნქცია, ის სულ 1000 მრევლიანი ეკლესია, როგორც დაცინით მოიხსენიებენ ხოლმე მისი კრიტიკოსები მას, მისი უმთავრესი ფუნქცია ქრისტიანობის შენარჩუნება, ასე ვთქვათ, და დაცვა პოლიტიკური და კულტურული და ცივილიზაციური ელემენტებისაგან, მისი რელიგიური შინაარსის დაცვა. ამიტომაც ჩვენ ვნახავთ, თუ დაუპირისპირებთ ერთმანეთს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიმართებას ქრისტიანობისადმი, სამყაროსადმი, ადამიანისადმი არის დაფუძნებული სახარებისეულ პრინციპებს. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მუდმივად საუბრობს თანასწორ უფლებიანობაზე, გახსნილობაზე, განსხვავებულისადმი, სიყვარულზე, თანადგომაზე და სიკეთეზე და შევადაროთ იმას, რასაც კირილი ამბობს. ეს არის აბსოლუტურად კაც მოძულეობის პროპაგანდა პირდაპირ მნიშვნელობით. სვენელი ყავს, ბანდო ბექა მინდიაშვილია, თეოლოგი, ჩვენი სტუმარი დღეს დილამშვიდობის გისმენთ. გამარჯობა, გესმენთ ბატონო. დიახ, მოგესალმებით. კითხვა მაქვს თქვენთან ბატონო ბექა, რა ვიცი ხა ისეთი რაღაცა მაინტერესებს, რაც მე მაინტერესებს, პასუხი რა უფრო სწორედ. ანუ ხშირად როდესაც ეკლესიაზე ვსვავთ კითხვებს, მათ შორის საქართველოს ეკლესიაზე როდესაც ვსვავ კითხვებს, მე მესმის ხოლმე რომ გვეუბნებიან რომ არა, როგორ შეიძლება კითხვების დასმა, ეს დიდი ცოდვაა და არ დაიდოთ ცოდვა კისერზე, არაფრით არ შეიძლება მიიღეთ ისე როგორც გეუბნებით, მორჩა და გათავდა. და მეორე კითხვაც მაქვს აქვე, ეს მართლაც ესია ბატონო ბექა, რომ ქრისტიანების ღმერთს არ უყვარს კითხვები და კითხვების დასმა, არ ვიცი, მე მართლა არ ვიცი და მეორე კითხვაც მაქვს, რა ძალიან ყოფითიც და მნიშვნელოვანიც. როდესაც გესმით ბატონო? დიახ. როდესაც ადამიანს რაღაც უბედურება შეემთხვა, არ ვიცი, რაღაცა უბედურება შეემთხვა, ავარიაში მოყვა და დაიღუპა ღმერთმა ყველა საშოროს. მე გამიგია ხოლმე, რომ ღმერთმა დასაჯა, მას რაღაცა ცოდვები ჰქონდა და ღმერთმა დასაჯა ის, ან რაღაც უბედურება. მართლაც ესია ღმერთი, თქვენი ღმერთი ადამიანებს ესეთ განაჩენს გამოუტანს ხოლმე. სერიოზული ადამიანებისგან გამიგია, ვისაც ალბათ ჩემზე მეტი ესმის ამ ღმერთს. დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობთ ზარისთვის. ხომ თლად თემა არ არის ჩვენი საუბრის, მაგრამ უპასუხეთ მსმენელი ჩვენი. ვეცები მოკლედ, ესე იგი, კი ბატონო, არსებობს ქრისტიანობის ის ვერსია, რომელიც ავტორიტარული ხასიათის არის და შეიძლება ითქვას, რომ აი თავმოყრილია კონცენტრირებულია ეს ავტორიტარული ქრისტიანობა თუ მართლმადიდებლობა მოსკოვში კირილის მართლმადიდებლობა სწორედ ესეთია, მაგრამ არსებობს ქრისტიანობა, რომელიც სწორედ კითხვების და დისკუსიების და ღიაობის საფუძველზე ვითარდება. ამაზე მეტყველებს ის, რომ ქრისტიანობის დოგმატური საფუძვლები სწორედ დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა 7 მსოფლიო კრების დროს. ამაზე მეტყველებს ის, რომ კონსტანტინოპოლი ცდილობს შეეცადა მერვე მსოფლიო კრება გაემართა, რასაც დაუპირისპირდა მოსკოვი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და აქ იყო სწორედ ღია დისკუსიის საფუძველი
საფუძველზე მიღებული დოკუმენტები, გარესამყაროსადმი, თვითონ ეკლესიის მოწყობისადმი, სიახლეებისადმი დამოკიდებულების გამოხატვაზე მიმდინარეობდა დისკუსია და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე ჩამოყალიბდა ის პოლიტიკური იდეოლოგიური წესრიგი, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიას უწოდებ, ერთადერთი პოლიტიკური წესრიგი, სადაც კითხვების დასმას მიესალმებიან და სწორედ ეს წესრიგია კითხვების დასმაზე აგებული და მუდმივ ასთა სხვადასხვაობას, ხომ პლურალიზმს, ასთა პლურალიზმს. ეს მიდგომა ეფუძნება სწორედ სახარებისეულ და 60 ქულო მიდგომას, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენ შორის უნდა იყოს ასთა სხვადასხვაობა, რათა გამოირჩეს უკეთესი, გამოირჩეს ჭეშმარიტი. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს 4 სახარება, 4 სხვადასხვა კუთხე ქრისტეს ხედვის და სწორედ ამაზე მეტყველებს. და შეგვიძლია ამაზე უსასრულოდ გავაგრძელოთ საუბარი. მეორე კითხვა, რაც შეეხება დამსჯელ ღმერთს, ამ ღმერთს ქადაგებს, ამ ღმერთს ქადაგებს სამწუხაროდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურები ქადაგებენ, ისევე როგორც კირილი ქადაგებს, მაგრამ თავად ღმერთი ვინ დასაჯა მაშინ? ვინაცვა ჯვარს ღმერთი, ხომ? ქრისტიანობის ფუძემდებლური პრინციპი არის ის, რომ ღმერთი არის სიყვარული. ის არჩის ადამიანს, არამედ ის თანსდებს ადამიანს მის გასაჭირში. ამიტომაც მთლიანად იცვლება ღმერთის აღქმა ჯვარცმის პრინციპით, რომ ქრისტე ჯვარს ეცმის ადამიანის წინაშე. ის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ადამიანთან და აჩვენებს, რომ ისიც იტანჯება, ისე როგორც იტანჯება ადამიანი და ამით ცვლის აი ამ ბატონი ღმერთისა და დამსჯელი ღმერთის, რომელსაც კეტი აქვს მოღერებული ადამიანის დასაჯელად აი ამ აღქმას. ამიტომ ქრისტიანობის ღმერთი დამსჯელი არ არის, არის მოყვარული ღმერთი, რომელიც თანაუდგას ადამიანს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველა მის ნაბიჯს. ინგლისის არქიეპისკოპოსს კითხეს, სად იყო ღმერთი ბესლანის დროს და არქიეპისკოპოსი პასუხი გასცა, ღმერთი იყო იმ ბავშვებთან ერთად და იმ დაღუპულ ბავშვებთან ერთად იყო ღმერთი იმ მომენტში და არა, თქვათ, რაღაც ვირტუალურ სასჯელებს უშვებდა ადამიანებზე. კიდევ ერთი მსმენელი ყავს დილომშვიდობის, ბრძანეთ. გამარჯობა და ძალიან მოკლედ უნდა ბრძანეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შეიძლება ხო დავსჯო კიდევ. ბრძანეთ. მე შეგითხვა მაქვს. კერძოდ, ჩვენ გვახსოვს, როცა ჩვენ ვიყავით საქართველოში 12 მილიონი, მაშინ ყავდა ერთი პატრიარქი, ხო? როცა რუსეთმა მიიღო ავტოკეფალია პრაქტიკულად, მაშინ ისინი იყვნენ 16 მილიონი. და ეხლა რა პრობლემაა მაგალითად მართლმადიდებლობაში, რომ ერი გამრავლდა, ხო? რუსები არიან 100 მილიონზე მეტი, უკრაინელები არიან 40 მილიონზე. და სადმე იგზალება მართლმადიდებელი დოგმატით, რომ თუ არა როგორც ვთქვენ 60 კოლო ავტოკეფალია, რომლებიც მოციქულებმა დააწესეს, მათ მიღმა პრაქტიკულად კიდე რაოდენობრივად იყოს ისეთივე ავტოკეფალიები, როგორც სახარებაში იყო, რომ მოციქულებს დაასხა უფალმა ხელი, მოციქულებმა დაასხეს სხვებს ხელი. როცა უკრაინა 40 მილიონზე მეტია, რატომ არ უნდა ყავდეს მართლმადიდებლობის ერთობაში და ევქარისტიაში კიდაც საკუთარი პატრიარქი და ასევე თუ ავიღებთ ბელორუსიას, ჯერ კი ეს საკითხი გაბიას, რომელიც უკვე 10 მილიონზე მეტია, მასაც ყავდეს თავისი დამოუკიდებელი ავტოკეფალია და ყავდეს თავისი პატრიარქი. იმიტომ რომ თუ 3 მილიონი საქართველოს ჩვენ ისტორიულად დღეს ყავს პატრიარქი, აგერ სომხეთს ყავს პატრიარქი. ეს რაოდენობრივი მოცულობა ხომ უფრო მეტი ტვირთი, არა და ვინ შეიძლება ეს შეუწყუდოს, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ რუსეთს ეთქვას რომ აი მე მინდა მაგალითად ბელორუსიას მივცი ავტოკეფალია ან უკრაინასაც დაესწრო პრაქტიკულად კონსტანტინოპოლისთვის საქართველოს წინააღმდეგი წასულიყო, იმიტომ რომ ეს რუსეთია, არ ამგონია, ან იმიტომ რომ ეს რუსეთმა თქვა საქართველოს და უნდა მაინც უნდა დათანხმებოდა. ქრისტიანული ერთობა ავტოკეფალიების სახით ეს ხო არ არის საშიში, ეს ხო პირიქით უფრო კარგია და უფრო კაი მართლობა. რატომ ეშინია რუსეთს? რაში სუქმის უკრაინის ავტოკეფალია რუსეთს? ბოდიში 2-3 წუთი გადაგვჭა და ცოტა გადავაცილებ ახალ ამბებს, იმიტომ რომ კითხვა მაქვს კიდევ ერთი გისმენთ.
სმენელს რას უპასუხებთ? რუსეთის ეკლესია პოლიტიკურად ანაწევრებს შიშიც ეკლესიებს აქედან და კონსტანტინოპოლი ცდილობს ქრისტიანობა აქციოს ერთ სულისკვეთებად. არა ნაციონალური თუ იმპერიული ინტერესების სამსახურში ჩაყენებულ რაღაც ძალად, რაღაც ინსტრუმენტად, არამედ ქრისტიანულ სახარებისეულ მიმართებად ადამიანისადმი, სამყაროსადმი, ხო? ამიტომაც ავტოკეფალიები და ამ შემთხვევაში გამოცვლა რუსეთის სივრციდან, ასე ვთქვათ, თავდახსნა უკრაინის ავტოკეფალიისა ნიშნავს ამ ერთიანი ქრისტიანობის ველში დაბრუნებასაც და მე ასე უწოდებდი ევროპული ქრისტიანობის ველში დაბრუნებასაც მართლმადიდებლობისა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უკრაინა არის სწორედ ის ქვეყანა, სადაც წყდება ევროპის ბედი დღესდღეობით. ამიტომაც წახვედით ამ ცერემონიაზე თუ ბოდიში რომ გეკითხებით თუ რამე პირადი ხო, ეს ანუ ჩემ ჩასვლის მიზანი იყო სწორედ ის, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად რაღაცნაირად მეზეიმა ეს უმნიშვნელოვანეს მოვლენა, როგორც გითხარით, რეფორმაციის მერე პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთი მოვლენა არ ყოფილა. ეს დასასრულის დასაწყისი რუსეთისთვის, რუსული იმპერიალისტური მართლმადიდებლობისთვის. წუთით არ გრჩება ახალ ამბებამდე, მაგრამ ცოტა მოვიპარავ დროს კიდევ კითხვა მაქვს ის, რაზეც ძირითადად და ყველაზე აქტიურად მიდის დისკუსია საქართველოში, რა იქნებოდა სწორი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან. ამ შემთხვევაში ვკითხულობ მთავრობაზე. თავრობის მხრიდან პოლიტიკური თვალსაზრისით ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა მილოცვა უკრაინის ავტოკეფალის, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური თვალსაზრისით დამოუკიდებლობის გამტკიცებაც. ამავდროულად უკრაინის დამოუკიდებლობის გამტკიცებაც, ხო? რაც სული შეიძინა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკრაინის დამოუკიდებლობამ. აქამდე მხოლოდ პოლიტიკა იყო და ახლა სულიც შეიძინა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკრაინელი ერის რეალური დაბადება არის ეს ამის მოლოდის თქვენი ხედავთ ამის მნიშვნელობას ანიჭებენ. რა თქმა უნდა, უკრაინელი ერი იმ თვალსაზრისით, რომ იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და იბრძვის ევროპისთვის, დასავლეთისთვის, ამ კონტექსტშიც განიხილავს ავტოკეფალიას. და არა მარტო რელიგიურ კონტექსტში და უფრო მეტად შეიძლება ამ კონტექსტშიც კი. თუმცა როგორც გითხარით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი რელიგიური კომპონენტია ამ კუთხით და რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვფიქრობ გარდაუვალია აღიარება, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს არ აღიარებისა, ეს ფაქტობრივად უკვე აღიარებული ეკლესია კონსტანტინოპოლის მიერ და ეს პროცესი დასრულებული არის. რისკები რაზეც ლაპარაკობენ გაისმის ხომ? გარდა იმისა, რომ რუსეთის ინტერესების მომსახურე პერსონალიც ყავს, როგორც ჩანს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი. როგორც გითხარით, სხვა ახსნა ამას არ აქვს. სხვა მხრივ არანაირი ლოგიკა არ არსებობს, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალის წინააღმდეგობისა. აფხაზეთის საფრთხეც არის გადაჭარბებული სრულიად ჰიპოთეტური და ყურით მოთრეულიო რომ იტყვიან, ვინაიდან აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის მართლმადებელ მრევლსაც და სტრუქტურებს, რელიგიურ სტრუქტურებს თავიდან ბოლომდე წარმართავს და აკონტროლებს რუსეთის სპეცსამსახურები, არა მარტო რუსეთის ეკლესიის სპეცსამსახურები. მიმდინარეობს ინტენსიური რუსიფიკაციის პოლიტიკა და ახლობთ ისეთი, რაც საქართველოში დაგვაწყდა თავს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, გადაცეცრება ტაძრების აფხაზური ენის დევნა, აფხაზური ტრადიციის შეფერილობა. ხო, ინიშნება კირილის მიერ აფხაზეთში სასულიერო პირები, რუსები მათ შორის და ისინი კირილს მოიხსენიებენ და არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთი მხრივ არ აპროტესტებს მკაცრად ამოვლენას და პირიქით ამ სქიზმატებს, ასეთ ეგრეთ წოდებულ სქიზმატებს ყველანაირად ხარს უჭერს რუსეთის ეკლესია. ხო, ეს პრობლემა ხა რუსეთი რას გააკეთებს, ეს არ უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგი, იმიტომ რომ რუსეთი შეუძლია მარსels გახსნას ავტოკეფალური ეკლესია, ისე როგორც ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში შეუწყო ავტოკეფალური ეკლესიების, სადაც არ იყო ფაქტობრივად ფუნდამენტი ავტოკეფალიებისა, ხო? მას შეუძლია თქვას, რომ მარსიანელები არიან ავტოკეფალურები. ეს არის რუსეთი. ამიტომ რუსეთი არ უნდა იყოს ჩვენი რეაქციების საფუძველი. ჩვენ უნდა მივყვეთ იმას, რაც გლობალურია და რაც მოითხოვს რაც უბრალოდ ეფუძნება ჭეშმარიტებას თუ რელიგიურ კონტექსტში ვიტყვით და არა რუსეთის რაღაც ინტერესებს. ბექა მინდიაშვილი თეოლოგი გახდა ჩვენი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა.